საჯარო სამართლის შესახებ კანონში ცოტა ხნის წინ შესული ცვლილებები დღეს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა. სარჩელი ბათუმში თბილისის მერის წარმომადგენლებმა შეიტანეს. ისინი აცხადებენ, რომ 2014 წლის 5 თებერვალს პარლამენტის მიერ შეტანილი ცვლილება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ ყველა საჯარო მოხელეს მოვალეობის შესრულებლად აქცევს და მათ ხელახალი კონკურსის გავლა მოუწევთ. სარჩელის ავტორები ცვლილებებს არაკონსტიტუციურად მიიჩნევენ და მის ბათილად ცნობას მოითხოვენ. ეს კანონი წარმოადგენს ადგილობრივ თვითმმართველობებში დასაქმებული ათასობით ადამიანის მასობრივად სამსახურებიდან განთავისუფლების აქტს და ის ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციას, ასევე ყველა იმ საერთაშორისო და აღიარებულ ხელშეკრულებას და შეთანხმებას, რომლის მონაწილეც არის საქართველოს სახელმწიფო და რომელიც განუხრელად იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ შრომის უფლებას. ჩვენ ვასაჩივრებთ ამ კანონს, ვთვლით, რომ ის არის ანტიკონსტიტუციური და დარწმუნებული ვართ, რომ სასამართლო მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. ეს პირდაპირ ნიშნავს პოლიტიკურ დევნას, იმას, რასაც აქამდე აკეთებდნენ ინდივიდუალურად, წვალებით, სასამართლოს საშუალებით თუ პირდაპირ ფინანსური პოლიციის ზეწოლით, ეხლა აკეთებენ კანონის ძალით. ეს ყველაფერი სამწუხაროდ ხდება წინასაარჩევნოდ იმისათვის, რომ რეალურად მათ მოახერხონ შიშის სინდრომის ჩამოყალიბება თანამშრომლებში, რომლებიც არიან დასაქმებული 15,000 ადამიანი და გამარჯვების შემთხვევაში მათ თავისუფლად ერთი ხელით რეალურად გამარჯვება უთხრან, მეორე ხელით დაემშვიდობონ.